მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ვართ პროფესიონალი მორბენლები. ერთ პროფესიონალ მორბენალი იქით დგას რაღაცებს გვესვრის. მაგას შევია. დღეს განვიხილავთ საშეჯიბრო ბოტასებს, ანუ ჩვენთვის ყველაზე კარგ საშეჯიბრო ბოტასებს. აბა გააძრე ჰოკები. აი, დღეს გვაქვს ჩვენ ჰოკა მესამე ფერის გააძრება. აჰა. ხო, ეს არის ფერების გვაქვს. პირველი გამოვიდა ეს. შემდეგ გამოვიდა როგორც ეს და შემდეგ ეს. და ბოლოა ეგ მესამე. კი. ბიჭო, შენ რას ფიქრობ ჰოკაზე? მე მირბენია ჰოკათი, შეჯიბრზეც, ვარჯიშზეც და ცუც ვერ ვიტყვი რა, ცუდი არ მეთქმის მე პირადად ჰოკაზე. ის უთხრათ ხალხსო, ანუ ჩვენ ვილაპარაკებთ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და არა იმასაც Google-ში შეიძლება დაგუგლო და თქვათ, რომ ეს ძმა იმის ღრუბლითაა დამზადებული და ეს კარბონი ვიღაც ჩინელმა ბავშვმა ჩამოუასხა რაღაც განსაკუთრებული კარბონია. მაგას არ ვიტყვით, ჩვენ ვიტყვით იმას, რაც პირადი გამოცდილება რას გვაქვს მიღებული, იმას ვიტყვით. ოკეი, ბიჭო, მე მქონდა ასეთი გამოცდილება ჰოკაში, რომ აი წვიმიან ამენში ძალიან სრიალებს რა. აი ძალიან სრიალებს. შათვალოთ სიგურებზე დგახარ ისე სრიალებს რა. მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ სრიალს, აი ძალიან კარგი ბოტასია ჩემთვის და ვფიქრობ, რომ თბილისის მარათონზე აი ამ ბოტაში ვირბინო რა. ჩემთვისაც ხარისხიანია, ვიზუალითაც ლამაზია, კომფორტულიც არის და ნუ მე მომწონს რა. ბიჭო, მე რას ვფიქრობ, იცი? ეს კონკრეტულად რაღაც ჭრილი აქ, სადაც კარბონია. იმდენად დიდი ჭრილია, რომ ქვების გაჭედვა, ანუ ძალიან დიდი ქვა უნდა იყოს, რომ გაგეჭედოთ, თან იმდენად პატარა აქ მანძილი, რომ ყველა ორენჯი ქვა ვარდება რა და არ რჩება შიგნით. მოკლედ ჰოკაზე იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ჰოკას ყიდვას გადაწყვეტ, ეს მოდელი იდეალურია 10 კილომეტრისთვის, 21 კილომეტრისთვის, რავი, მარათონსაც გარბეინებთ და კიდე ერთ რამეს გირჩევთ, რომ საქართველოში არ იყიდოთ ეს ბოტასი. საქართველოში ვისაც შემოაქვს მაგ ხალხისგან არ იყიდოთ. ადექი ძმაო გამოიწერეთ ჰოკას ოფიციალური საიტი. კი, ჰოკას ოფიციალური საიტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს ბოტასი. რამდენ ქულას მისცემდი 10-დან? ბიჭო, 10-დან მივცემდი იმის გამო, რომ წვიმაში სრიალებს 7.5-ს რა. ხო, აი ეგრე 7.5. შენ რას თქო? მე რადგან მომწონს ეს ბოტასი, როგორც 5-ზე, ისე 10-ზე, 21-ზე და 42-ზეც, მაგრამ ერთადერთი ნაკლი ჩემი აზრით ისა აქვს, რომ არა მარტო ჩემი აზრით, შენის და დათოს აზრითაც, რომ სრიალებს. კი, წვიმაში. და რეალურადაც ეგრეა. ბიჭო, აი სრიალი. რა გახდა ეს რეზინები? ძალიან მარტივი არის, უბრალოდ ეს რეზინები რომ შეეცვალოთ და დაიყენებინათ. აი Adidas-ის გამოცდილება, Nike-ის გამოცდილებიდან, რავი, Asics-ის გამოცდილებიდან. ისეთი რეზინა, რომელიც არის რეალური რეალური ბოტასი იქნებოდა და 10-დან 9-საც დაიწიერა. მოგეთ. ასე გამოიყურება ეს. ბიჭო, ლამაზია. ყველაზე მაგარი ფერი მოწონს. ანუ ვიძია რა, ვიზუალით ლამაზია. სუბუქიც არის. კი, ძალიან სუბუქი. აი ხა გრამაჟობა დაგუგლეთ. როგორც სავარჯიშოდ, ისე სასეჯიბროდ. ამ ბოტას, ოღონდ ოფიციალური საიტიდან გამოწერილს რეკომენდაცია პირადად ჩემგან. კი. შენი ფავორიტი ფერი რომელია? ჩემი ფავორიტი ფერი? ძალიან ძნელია. ალბათ მაინც ეს. კი. ეს. ბიჭო, ესე ძალიან ლამაზია. კი, ეგეც ძალიან ლამაზია. ეხლა ეს ცოტა შელახულია, იმიტომ რომ მილიონი იმიტომ რომ კილომეტრი არბენი. მაგით ბევრია ნარბენი და. აუ, ნახე რას გავს კარბონიში. ხო, მოკლედ ესაა და ეს. მოდი შემდეგი ბოტასზე გადავიდეთ ამ ჰოკებს. მოიშროლე. შემდეგი არის ბიჭო, მოდი Asics-ი გავუშვათ რა. აი მეტასპიდი ამ მეტასპიდზე მგონი შენ გაქვს ყველაზე მეტი გამოცდილება რა. მეტასპიდ Sky. ძალიან მომწონს. ძალიან სუბუქი. ვიზუალი, ჩემი შეფასებით ისეთი ვერ არის როგორც ჰოკა. კი. მაგრამ არის ნამდვილი პროფესიონალური ბოტასი. და აცვიათ კიდეც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს, როგორც საშუალო დისტანციაზე მორბენელებს, ისე გრძელ დისტანციაზე მორბენელებს მარათონებს. კი, კი. ჩემი საუკეთესო შედეგი 5 კილომეტრზე და 10 კილომეტრზე დაფიქსირებული მაქვს აი ამ კონკრეტული მეტასპიდ Sky-ით. ხარაზეც ამით არ აქვს ნარბენი მარათონი. დათოს თავის საუკეთესო შედეგი და ასევე საქართველოს რეკორდი, ჩემი აზრით მოუხსნელი რეკორდი დაფიქსირებული აქვს აი ამ მოდელით მეტასპიდ Sky-ით. ოღონდ სხვა ფერი იყო, ყვითელი. ფერს რა მნიშვნელობა? მეტასპიდ Sky. ამის მოხრა აქვს აი კარბონის გამო ვალენსიაში 1 წლის წინ. თუ სევილიაში. არ გაგიგოს. დავით. ვალენსიაში გაქვს თუ სევილიაში? რა გინდა? ვალენსიაში. ვალენსიაში. ხო, ანუ რაც
ბოტასებში კარბონები დაამატეს, ძალიან გაუმჯობესდა შედეგები რა, ძალიან მაგრამ მნიშვნელოვნად. ხო, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, კარბონების გარეშეც კი საოცარ შედეგებს დარბოდნენ რა. აი მე მქონდა Adidas Adizero Adiosi, აი ასეთი ძირით, აი ასეთი თხელი ძირი მქონდა. რაღაც დაკაფულზირებს და იდეალური ბოტასი იყო, მაგრამ ხა აი კარბონიდას დაამატეს, მაგის მერე ვაფშე სხვა კომფორტია რა. მოკლედ A6-ი მეტასპიც კაი. აი მიუხედავთ იმისა, რომ ვიზუალით არ არის ჰოკაზე ლამაზი, ამას ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ საერთოდ არ სრიალებს რა. ამის მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ თუ ხა ყინულზე გახვედით და ყინულ ჭრილზე ირბინეთ, კი სრიალებს, მაგრამ ასფალტზე რაც არ უნდა ცუდი კლიმატი იყოს, რაც არ უნდა ცუდი ამინდი იყოს და აი როგორი ზედაპირიც არ უნდა იყოს, ასფალტის შანსი არა ეს ბოტასი არის სრიალებს და მაგის გამო ჩემი აზრით ამ ბოტას საკმაოდ დიდი შეფასება ჭირდება რა. იმსახურებს საკმაოდ დიდ შეფასებას. და რავი, ალბათ მე დაუწერდი ამ ბოტას 8.5-ს რა. დისტანციაზე მაქვს ამ ბოტასით საუკეთესო შედეგი დაფიქსირებული. 10-დან 9. 10-დან 10 იმიტომ არა რომ ვიზუალით მაინც ვერ არის ხო, შენ ისეთი ჩემი შეფასებით, თორე ვიღაცით შეიძლება იყოს. ბოტასი არის 10-დან 9 ჩემთვის. 10-დან 9 ჯანაშისთვის ჩემთვის 8.5 არის რა. ნუ ჯანაშას უფრო დიდი გამოცდილება აქვს ამ ბოტასებში, ამიტომ ალბათ ჯანსას უფრო უნდა ენდოთ. მაგრამ კი, ნახევარი ქულის ზედავადები. შემდეგი. აუ, გაზრო ძმაო. ეს არის ძალიან მაგარი ბოტასი, ბრატ. Adidas Adizero Prime X. ეს ბოტასი, როგორც ვიცი, აკრძალულია ოფიციალურ მარათონებზე. 3 მმ-ია ხო დასაშვები? 4 მმ-ია დასაშვები და ამას აქვს 5. ოფიციალურ შეჯიბრებებზე ამით მონაწილეობა აკრძალულია. კი. ეს ბოტასი ჩავიცვი და აი არა მქვეყნიურად მაგალითად ის ჩათვალეთ რომ ეს ზევიდან უყურეთ სამყარო. თუ პაიმანზე მიდიხართ, თქვენზე მაღალ გოგოსთან და ეს არის პაიმანი სპორტული ზმანებით, შეგიძლიათ ეს ბოტასი ჩაიცვათ და მისი სიმაღლე იქნებით. არ შერცხობით თუ დაბალი ხართ. ეს ბოტასი მართლა აი აზგრს იდეალურია. განსაკუთრებით გრძელ დისტანციაზე სირბილისას. მე მეცვა ეს ვოლდრანზე და ასევე მარათონზე ერევანში. მაგრამ ჩემთვის მინუსი ის აქვს, რომ ამით სისწრაფეს ვერ აკეთებ. აი 3 კილომეტრზე ამას მე არ ჩავიცვამ. ხო, 3 ვერ ჩავიცვი. არც არის 3 კილომეტრი. ვერ ჩავიცვი, კი. ეს არის შედარებით ნელი ტემპისთვის, მაგალითად 4-იანი, 4:20, 3:50, 3:45 ტემპისთვისაც. 3:30-იც არის და 3:20-იც და 3:10-იც, მაგრამ 3:10 უკვე ამით ძალიან რთულია რა. ჩემთვის მე გამირთულდა საკმაოდ. ხო, ეგ უნდა შეიძლება. ერთადერთი მინუსი გაქვს ამ ბოტას ჩემთვის. ბიჭო, ამას ვიზუალურად იდეალურია. ამას ანუ ეხლა რასაც ხედავ, მარტო ერთი ის არ აქვს რა. აი კარბონის შემცვლელს ხედავ. მე როგორც ვიცი 3 ფენა აქვს კარბონის. ხო, ეს კარბონი არ არის, მაგრამ კარბონის შემცვლელია და საკმაოდ ანუ ძალიან მსგავსებულია კარბონთან რა. აი ეს მასალა. რაღაც პლასტიკის. ალბათ მაგიტომ აქვს მაგხელა ძირი რა. კი, ძალიან ბევრი ფენა კი. ეხლა აქედან ჩანს რომ ძალიან 3 აქვს როგორც მახსოვს. ბიჭო. არა ძმაო, ეს რა არის? ამ ბოტასის მოხრა? არა, ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ბოტასია. საერთოდ როგორ რაღაცა იცი? კარბონის ბოტას ჭირდება შედარებით ძლიერი ფეხი. აი დათო ხარაზიშვილი ამბობს, რომ ძლიერი ტერფი ჭირდება. თუ არ გაქვს ძლიერი ტერფი, გაგიჭირდება სერბილი. კი. და ამ ბოტას რამდენ ქულას დაუწერ ძმა? ამ ბოტას მე დაუწერდი 10-დან 8.5-ს. აი იმიტომ რომ სისწრაფეები მე ამ ბოტასით ვერ გავაკეთე. ოკეი. მეტი სხვა მინუსი ამ ბოტას არაფერი არ აქვს, არც ვიზუალურად და არც ოკეი, მე დაგეთანხმები შენ და იყოს 8.5 არის. 8.5 ბევრი მივეცით? ბიჭო, აი ხა ვიღაც გელა ბარკალაიას ეს ბოტასი რო იცოს მარათონზე, გონია რომ არავინ არ გაუკონტროლებს, ხო მართალია? ამიტომ 8.5 ძალიან კარგი ქულაა რა. არც ვოლდრანზე კაცო, არავის არ შეუხედავს. ხო რა, თქვენ თუ რაღაც შეჯიბრის მოგებას აპირებთ, ეს ბოტასი არ ჩაიცვათ და თუ მოყვარული ხართ და ვოლდრანზე ამას არავინ არ შეგიმოწმებს. არავინ არ შეგიმოწმებს ეს ბოტასი არ არც თბილისი მარათონზე. არც თბილისი მარათონზე. დაჟე თბილისი მარათონზე რომც მოიგოთ, მაინც არავინ არ შეგიმოწმებთ. ამიტომ ეს ბოტასი 8.5 კი, ნამდვილად ეკუთვნის 8.5. და შემდეგი ბოტასები გამოვუშვი ძმა. Prime X. შემოგევით. აი დაიდო ღმერთი. ყველა გამოვუშვი ყველა ნაიკი. აი დავდოთ ნაიკები. კიდე დააყარი.
დააყარე ძმა, რაც არ გვაკლიან იგივე. ასე არის? არა, ეგ ბოლოსთვის დავდოვოთ ეგ. აი, მოდი, იცი როგორ დავიწყო და გადავაგდოთ რა იგივე რა. ეს ბოტასი. სხვა ფერის ბოტასი არის. Zoom-X. Vaporfly. ბიჭო, Vaporfly მე მეცვა და არ გამისწორდა რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოტასი ძალიან მაგარი არის, მე არ გამისწორდა. ამიტომ ვიზუალით, რავი, ჩემთვის 10-10-ია. აი გოგოებზე რო ეძახიან რა. 10-10-ია, მაგრამ გათხოვილია. მაგრამ მანქანის დარება არ იცის. ხო, აი. ხო, 10-10-ია, მაგრამ ჩაის ხულიპავს. ჩაის მე ხულიპავ ძმო, მაგრამ მაინც 10-10 ვარ, ბრატი. აი, 10-10-ია, მაგრამ ღამე ხრინავს. აი, რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან ხისტი იყო. აი, ძალიან რბილი ბოტასებზე ვარ მიჩოვლი და ეს ბოტასი ძალიან ხისტად მომეჩვენა რა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბოტასი არ უნდა იყიდოთ. ეს ბოტასი არის იდეალური ბოტასი, აი იდეალური ბოტასი. თუ ამ ბოტას შეეჩვევით, ძალიან გასიამოვნებთ და ძალიან მაგრა გარბენიებთ. და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სარბენი ბოტასი არის საშუალო და გრძელ დისტანციებზე. კარბონის ძირი აქვს, რა თქმა უნდა, კარბონის ფენა აქვს ძირში უფრო სწორედ. და ფერებიც, რავი, ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია და ძალიან ლამაზი არის რა. შენ რას ფიქრობ, ჯანა, შენ ბოტას დირბენია? არ მირბენია, ისე მეცვა უბრალოდ გუშინ და რაღაც ვერა. გადასვლაზე არ მოგეწონა, შენ როგორც ვიცი. ვერა. ხო, აი, გადასვლა არ აქვს ისეთი, როგორც აქ მაგალითად ASICS, Adidas და თუნდაც Hoka-ს. რაღაც ჩემთვის რა მგონია? ამ ბოტასით მგონია, რომ სტადიონზე, აი, მაღალ სისწრაფეზე ვარჩები ძალიან სასიამოვნო იქნება. აი, ეგრე მგონია. არ მწმია და ხო, მოგეთ ამ ბოტას დარგვარჯიში ამის კარგიც მოგა. ნახვი, გადააგდე. ეს მოვუწყო. კი, מחარას ავიარ. ნახვი. აი, ეს იგივე არის. თითქმის იგივეა. უფრო ლამაზი არის. ოღონ შემდეგი მოდელია, აი მაგის შემდეგი მოდელი. რა, ერთ დროს გამო. თვეებშია განსხვავება რა. ეს არის 10 თვის ბოტასი იტოში. ნახვი ეს ბოტასი არ მოგწონს. ეს 9 თვიანი. ეს მე არ მომწონს. მაგრამ მეგობრებო, გეუბნებით რომ ეს ბოტასი იდეალური არის არბენად, ყველაფერში გამოიყენებს, საშეჯიბროთაც იდეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მოგწონს, ჩვენ შეიძლება ბევრი ბოტასი არ მაინდა, მაგალითად მე ძალიან ბევრ Adidas-ის, რავი, უმაღლეს დონის ბოტასებს ვერ ვიცვამ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მაგ ბოტასები დაფრინავენ რა. ისევე როგორც ამ ბოტასით არიან ადამიანები, რომლებიც დაფრინავენ. ხო, შემდეგი ბოტასი, ძველი Vaporfly-იც გვაქვს ჩვენ ძმაო. ძველი Vaporfly არის, ბრატ. ეს არის ლეგენდა რა. ეს ბოტასი არის ლეგენდა. ამ ბოტასით დაიწყო ყველაფერი მგონი რა. ეს იყო პირველი კარბონი. კი. ეს არის პირველი კარბონი? რომელიცაც რეკორდი მოიხსნა ძმა. ამით რეკორდი ხომ მოიხსნა, პირველი რეკორდი ამით მოიხსნა მარათონში. ჩემთვის ეს არის საუკეთესო ბოტასი. ვიზუალითაც, ხარისხითაც. ჩემი საუკეთესო შედეგი მარათონზე ამით მაგ დაფიქსირებული და მე ამ ბოტას 10 ქულიანი სისტემით დაუწერდი 10-დან 10-ს. ეს არის ჩემთვის საუკეთესო ბოტასი. კი, ეს იყო, რავი, ეს რო გამოვიდა სირბილზე ადამიანების შეხედულობას აი სრულიად შეცვალა რა. ერთ-ერთი პირველი ბოტასი იყო. ძალიან ადამიანმა დაიწყო მგონი ამ ბოტასის. კარბონიანი. ხო და პირველი იყო კარბონი, რომელთაც რეკორდი მოიხსნა რა. ესე ვიცი მე და თუ ვინმე პროფესორად დაგუგლავს და შემოგვიხდება კომენტარებში და გვეტყვის რომ ეგრე არ არის ძმაო, იყოს მეტი კომენტარი. ჩემთვის ეს არის საუკეთესო ბოტასი, ბიჭო, მაგრამ აი იმსახურებს ვინც ეხლა იწყებს სირბილს, იმისთვის ამის ჩაცმა მაინც არ არის რეკომენდირებული რა. ვერ იყიდის. შეიძლება იყიდოს, მაგრამ ვერ გამოიყენებს. მაქსიმუმ მეორადებში გავაწევს. ისე რა დანიშნულებაც აქვს ამას რა, ამ ბოტას. რა, ეს ბოტასი eBay-ზე რო ნახოთ ახლები, შეიძლება 400 და 500 ევრო ან მეტი ღირდეს და მეორადები შეიძლება იშოვოს. რა, აი ეს ბოტასი თუ ახალი არის ყუთში, ეჭვნა შეგეპაროთ რომ არის თუ არა ორიგინალი რა. ჩემთვის ეს არის საუკეთესო ბოტასი. კი. და არ იყიდება. ანუ ვერ გამოიწერთ ვერსად ვერ იყიდით ამ ბოტას ახალს. თუ იყიდით და იყიდით მოშეკირკოთ. მე მგონია რომ მაინც ვერ იყიდით. და დღესდღეობით საუკეთესო მარათონულ ბენაში არის ეს ბოტასი. Alpha Fly. Alpha Fly. ეს არის ბოტასი, რომელიც აცვია დღესდღეობით როგორც ვარჯიშზე, ისე შეჯიბრზე დათო ხარაზიშვილს და თვითონ იტყვის რამდენიმე სიტყვას ამ ბოტასზე. მოვიდე ბრატ. მოდი ძმა. რა სიტყვი ბრატ? არის ლომხვი.
ობოტას კარგად გაშინა. ბიჭო არ მაქვს კარგად ნარბენი ამ ბოტაში. იმიტომ რომ დიდი ხანი არაა რაც ამ ბოტასის გამოცდილება მაქვს რა. ხო და მე ვფიქრობ ამ ბოტაზე რომ 42 კილომეტრზე ქალების რეკორდიც და კაცების რეკორდიც ამ ბოტასში ენარბენი შესაბამისად, ну თვითონ ამბობს ეს ბოტასი თავის თავზე ყველაფერს რა. ამის გამო. ხო და ну ნახოთ ახლა პირველი სტარტი მექნება. ევროპის ჩემპიონატზე ვირგინე, მაგრამ იქ რაღაც სხვა მიზეზები იყო, რადგანაც სასურველი შედეგი ვერ გავაკეთე და არა ბოტასის ბრალი. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ ბაზარზე მარათონის სარბენ ბოტასებს შორის რა. ну ჩემთვის აფასებთ მე მგონი 10 ბალიანი სისტემით და 10-დან 10, იმიტომ რომ საუკეთესო ორი შედეგი ქალებში და კაცებში მარათონში ორივე ამ ბოტასშია ნაი. შესაბამისად საუკეთესო მგონია დღევანდელ ბაზარზე. უნაკლოა რა. 10-დან 10. უნაკლოა. და ხო, რაც მთავარია რა. ძალიან ძლიერი ტერფი ჭირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ხარ მომზადებული, იმიტომ რომ თუ არ ხარ მომზადებული, ну ძალიან გაფერხებს და შესაბამისად ცოტა მძიმე ბოტასია და ძალიან გირთულებს ალბათ, კიდევ უფრო გირთულებს სირბილს, ვიდრე რაღაც სამოყვარულო ესეთი საღვარიშო ბოტასი. ამიტომ თუ ძლიერი ტერფი არ გაქვს და შესაბამისად მომზადებული არ ხარ, ალბათ არ ძღირს ამ ბოტასის ჩაცმა და ამ ბოტას თუ არ ჭიში. კი ბატონო. წარმატებები ბიჭებო. მიდი ძმა ათხილი ჭამეში. ესე დაგჭა ძმა. მე მოგორია იცი. მოკლედ ეს ბოტასი არის ზე იდეალური ბოტასი რა. უნაკლო ყველაფერში. და აი ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, არც მის ტექნოლოგიებზე არ აზრი არ აქვს ბოტასის ტექნოლოგიებზე ლაპარაკებთ, ნებისმიერ თქვენგან შეუძლია რომ დაგუგლოს და ნახოს რა ბოტას რა ტექნოლოგიები აქვს რა. და ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა ტექნოლოგიებს, რადგან დღესდღეობით ყველა ბოტას აქვს ის ტექნოლოგია, რომელიცაც შეძლებთ რომ თქვენი საუკეთესო შედეგები ირგინოთ. მე ეს ბოტასი ჯერჯერობით არ მწმია. მე მეცობ რა და ძალიან მაგარი მე არ მეცვა ჯერ, მაგრამ ცხადია და ფაქტია რომ ეს ბოტასი დღეს არის საუკეთესო მარათონულ რგენაში. კი და დღეს გვექნება ჩვენ ასეთი რამ, რომ აი ამ ბოტას უკვე იგივე ბოტას, რომელსაც 700 მილიონი კილომეტრი არბენი მოეღება ბოლო. აი ესე გამოიყურება ამის ძილი, რომელმაც ამოწურვა თავის რესურსი და დღეს გადაიხსნება შუაზე და ვნახავთ შიგნით რა ხდება. აი მოდი ეს ბოტასები გადავდოთ 10-დან 10, ამას 10-დან 100. არც ის მაგას ლაპარაკი და დავიწყოთ ძმა. შენ რომელი გავჭრა მარჯვენა თუ მარცხენა? რომელიც გარჩას მე? შუა საიდან იჭრება ეს? როგორ უნდა გამოშიგნო? კაი, დავიწყოთ, მოდი ამას მე ჯიგდულად გავჭირა ესე ძმა ნახე. ხელი არ გავიჭრა. აუ რას ვჭრი? ეხა ვიღაცები იტყვიან ძმა. ვიღაცებს გული გაუსყიდვა. ვიღაცების ოცნებას ვჭრით. აბიჭა. ის. ეს ნაჭერი ნახე. ასე გამოიყურება მისი ნაჭერი. ასე გამოიყურება 300 ევრო. 300 ევრო პლუსი. ეს დასმები ძმა. ეს დასმები შესანახია ჩემს რა სიტყვით. რაში, აჯმეინი, რაში უნდა გამოდგეს. აი ეს აქ ინტეგრირებული, მიწებებული, რომელსაც ახლა ავაზრობ. ესე გამოიყურება მისი საფენები. ოპა, აქ უკვე საინტერესო რაღაცები დაიწყო. ნახე ძმა, მოდი ის როგორ გავჭრათ. აი ეს საფებია, ეს ჩავჭრათ. მოგეთ ახლა ვართ აი ამ გამარეობაში მისული. ხანძმა. ნახე. ზერი. თავერი. კარგი. შენა შაშე გამიცურდეს და ყელი გამოგჭრა. კიდე გინდა ძმა შენ? რას აპირებს ამომავლად, რა გეგმები გაქვს? უახლოესი
გეგმა არის თბილისი მარათონზე 10 კილომეტრის დისტანციაზე. წარმატებულად გამოსვლა. ნახოთ. ეგ უეჭველი იქნება ბრატ და რამე ისეთი გეგმები რაც რაშიც ეჭვიდებარება. არის რამე ისეთი რაც შეჭვიდებარება. მე თვითონ არ ვიცი შეჩიმანა. მოვიდით. კარბონი რა მაგარია ძმა. ეს კარბონი აქვთ იცი? სხვა ბოტას ჩაუფინე. ბოზი იყოს ეს მეორე ვარჯიშზე ერთი 200-ს ირგენ და 500-ს. ეს ბოტას ყოფილა შიგნიდან ახალი იცი. გარედან. გარედანაა შენახული თორე ეს მაო შიგნით კარბონი იმენა არაფერი არ მოსდის. თურმე. ხო კარბონს არაფერი არ მოსდის. აი დაგუჩა ეს ბოტაზი. აი ეს დაგშავის შეიძლება ჩუსტები ნახე აქ ის გავუყარო ძაფი. მე თქუშიანი ჩუსტები იქნება. კი. ბიჭო თქუში არ იხსნება აი. აუ მგონი თქუში გავხიებ რა. რა მაგრა ჩაიფუშა იცი? აი ეს არის ჰარი დაპერილი. ეგრეთ წოდებული თქუშები, რომელიც აი ალბათ ხმა გაიგეთ ახლა. რა მარტივად გამოვიდა მისგან ხარი და ხრის შემდეგაც ეს უკვე უსარგებლო იქნება. ვიცი რა მაინტერესებს? შიგნით თქუში რა ხდება? ბიჭო ცარიელი სივრცეა მან რა. არ არის ძმა ცარიელი სივრცე. მაშინ არ დაიჩვდებოდა. შიგნით ხდება თუ ხდება, მაინცა. რაღაცაები არის რა. რაღაც საფებივით, მაინც ისეთი ხდება რა დაიჭრე. ვიცი რა. აქ არ მატაკო. მატაკო. უი. ნახე რა საფები არის ძმა. მაგის გაჭრა არ მინდოდა პროსტო. მინახა შენ ჯეკ პატრაული. მე ვარ ის აი ასეთი რამე ხდება. ნაიკის 300 ევროიანი ბოტასის შიგ. არ გატეხო ძმა. ეგ ღირს იცი რა. ამისგან ჩუსტი უნდა გავაკეთეთ, ხო? ბრატ იცი რა ძურია ძმა. ეგ კუტოშლარგი რა არის ეგ შენ ბრატ. ეგ გამოთქმა. ეგრე არის ეგეც ბრატ. აუ ამასაც წაიღებს. მოკლედ ხილა თიც არ გავუჭრი იქამდე აქ. მოკითხ. დაიჭერე ძმა იქ გაჭიმე. ბიჭო ეს ცოტა ჩაწიე რა. ხანჯალებით ვიქნები. აი ეს არ იყო ფაგაც. არა ძმა, გაწიე იქ ცოტა. თითი არ მოგაჭრავოთ. მაგარი მყარი მასალა რაღაცას. ეს აუ რა მაგარი. ეს არის დგუში. შუაზე გადაჭრილი. ეს გავჭრა. არა ძმა ეს შევინახოთ და ვირბინოთ ამით. სალიფეხით. შენ მაინც სალიფეხზე მაინც ტრავმა გაქვს და აი ჩაიცვის მაგ სალიფეხით ირბინო. ხო. მაგარი იდეა მოგაწოდე რა. რა ეგა რა, მოკლედ ჩვენი ვიდეო ამით დასრულდება. ეს იყო გლეხურად გადაღებული ვიდეო ბოტასებზე. და ჩვენი აზრით გითხარით რა, კარგია, ცუდია, всё, მეტი არცაა საჭირო. ეს იმ ტექნოლოგიითაა დამზადებული და ეს ამ ტექნოლოგიითაა დამზადებული. განა არ ვიცით. მაგრამ რო დავგუგლოთ ხო გვეცოდინება? დავგუგლოთ და გვეცოდინება, მე გეტყვით რომ აი ჩვენ ესენი ვიცით და გეგონებათ რომ ჩვენ მცოდნეები ვართ. იმის მცოდნეები, ტექნოლოგიების მცოდნეები, არა და მაგარი კიდია ბოტასების ტექნოლოგიები. ჩაიცვი ფეხზე, ირბინე, კაია, ცუდია, всё, მორჩა ბაზარი. ირბინეთ, ივარჯიშეთ, აი ცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. აჰა ძმაო. ნერვიულობდი ბიჭო. კარგად იყავით, ჯიგრებო.